საკრებულოს წევრი ნათელა მაჭავარიანი ქალაქის ბიუჯეტიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის თანადაფინანსებას და ეგრეთ წოდებული დღის ცენტრების დაფინანსებას მოითხოვს. მაჭავარიანი აღნიშნულ საკითხს საკრებულოს სხდომაზე გაიდანს. მის ინიციატივას დღეს მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი გამოეხმაურა. მამუკა ქაცარავას განცხადებით აღნიშნული საკითხის განხილვას მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანის უფლებების დაცვის საბჭო 17 თებერვალს აპირებს. საკითხი ეხება თბილისის ბიუჯეტიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დღის ცენტრების თანადაფინანსებას. 2011 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრომ 100%-ით დააფინანსა შეზღუდული შესაძლებლობის პირები სოციალურად დაუცველები. ხოლო ვინც სოციალურად დაუცველი არ არის, ისინი 60%-ით. ხოლო აი ამ ნიშნით, ვინც დაუცველია და 60%-ით არის, ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებმა ყოველთვიურად 100 ლარი უნდა გადაიხადონ ამ დღის ცენტრებში. ამისათვის ის ბიუჯეტი, რომელიც გამოყოფილი არის ამ კატეგორიის ადამიანებისათვის ქალაქში, ჩვენ ამას საზღვრავთ საბჭოს ხდომაზე, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების დაცვის საბჭო, რომელიც მერიაში არსებობს. ამ საბჭოში მუშაობს ყველა ის ორგანიზაცია, სტრუქტურა, რომელიც ამ ადამიანების პრობლემატიკით არის დაკავებული, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია.